შემდეგი თავი დაემთხნობა animations. Animation-ში ჩვენ გვაქვს შემდეგი საკითხები. ჯერ უნდა შევქმნათ სლაიდები, სადაც გვექნება რამოდენიმე ობიექტი. ასე მაგალითად, გავაკეთეთ სლაიდი, სადაც გვაქვს რამდენიმე ობიექტი. მოდით ავირჩიოთ layout-ში ჩანართი, აი ესეთი, დავწეროთ სათაური, მაგალითად, დავწეროთ ტექსტი. დავწეროთ აქეთ მეორე ტექსტი. შემდეგ აქაც დავწეროთ რაიმე, მაგალითად გიორგი. აქეთ დავწეროთ მაგალითად დათუკიშვილი. და ვნახოთ ავიღოთ ასევე სურათი, მაგალითად რომელიმე, აი ეს დავუშვათ. მივცეთ ისეთი პატარა ზომა, დავუშვათ, დავსვათ ესე. ასევე მივცეთ რაიმე სხვა shape-იც, დავუშვათ, ისეთი ავიღოთ თუნდაც ისეთი ის არის. აი ესე. და მოდით დავადოთ სათითაოდ ანიმაცია. Animation-ში არის პირველი ბრძანება, რომელსაც ქვია custom animation-ი. Custom animation-ის გამოძახების დროს გამოდის ფანჯარა, სადაც გვეუბნებიან add effect. გვაქვს 4 ტიპის ეფექტი და თითოეულ ეფექტში არის ჩამონათვალი 5 სტანდარტული, ხოლო more effect-ში უამრავი ფუნქცია. უამრავი, ესე ვთქვათ, სტილის ეფექტი. მაგალითად იყოს პირველი entrance და მივცეთ ბრძანება fly in. როგორც ხედავთ, შემოფრინდება, ასე ვთქვათ, ეს ტექსტი. შემდეგ მეორე ტექსტს მივცეთ ბრძანება, მაგალითად emphasis from change font size-ი მივცეთ, მაგალითად და გაიზრდება, ანუ ფონტის ზომა. შემდეგ მესამე სტილი გახლავთ უკვე exit-ი, რომ დავუშვათ გავა, ასე ვთქვათ, ეს გამოსახულება. გვაქვს ასევე ეფექტი, რომელსაც ქვია motion და მაგალითად ავირჩიოთ motion-ი, რომელსაც უბრალოდ დავხაზავთ, ასე ვთქვათ, ამ motions და აი ესეთი ფორმით და ის გაცდება, ასე ვთქვათ, გარეთ გავა. გვაქვს ასევე მეოთხე, რომელსაც შეგვიძლია მივცეთ, რომ დავუშვათ გაიზარდოს, ანუ მაგალითად დატრიალდეს უბრალოდ. გვაქვს ასევე ეფექტი, რომელსაც შეგვიძლია დავადოთ და ეს ეფექტი შეგვიძლია ავირჩიოთ entrance-ის, ოღონდ more-დან, მაგალითად fade ფუნქცია. ესე და იგივენაირი ფუნქცია more-დან აუგოთ fade zoom-ი დავუშვათ, აი ესე. Okay, და როგორც ხედავთ, დაედო თითოეულს თავისი ფუნქციები. პირველი ფუნქცია წერია, რომ იყოს on click-ი. ანუ სანამ არ გაეშვება, მანამდე არ დავაკლიკებთ, არ გაეშვება. მეორე ვარიანტია with preview და after preview. თუ ჩვენ დავაყენებთ პირველ კლიკზე, მაშინ მეორე შეგვიძლია ასევე კლიკზე იყოს, რაც იმას გულისხმობს, რომ დავაკლიკებთ, ხოლო მაშინ შესრულდება მეორე ფუნქცია. ხოლო თუ მივცემთ ფუნქციას, რომ ეს იყოს with preview, ნიშნავს, რომ მის წინამორბედი და ეს ერთდროულად გაეშვება. ხოლო after preview კი გულისხმობს მის წინამორბედი, რომ დასრულდება, შემდეგ გაეშვება ეს ეფექტი. მაგალითად ავირჩიოთ after preview და მოდით ვნახოთ უბრალოდ რა მოხდება. გავუშვათ slideshow-დან from current slide-ი, აი ნახეთ, სანამ არ დავაკლიკებ, არ გამოჩნდება. დავაკლიკე, წამოვიდა და როგორც კი ის დასრულდა, მეორე უკვე ტექსტი გაიზარდა. ასევე ტექსტის გაზრდა ცხადია, შემიძლია გავზარდო და მიუთითო, დავუშვათ ზომა, მაგალითად 1500% დავუშვათ და აი ნახავთ, რომ აი ესე გადიძდება. ასევე სხვა ეფექტებიც ნელ-ნელა შესრულდება. აი ესეთი თანმიმდევრობით. და როგორც ხედავთ, ბოლო ფუნქციებში ჩადებულია სწორედ ის, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება, ანუ ჯერ გამოდის box-ი და მერე დათუკიშვილი, შემიძლია ამას მივცე, რომ დავუშვათ იყოს with preview და ნიშნავს, რომ box-ი და ის გამოვა ერთდროულად. ასევე შემიძლია, რომ მაგალითად სურათი, რომელიც ტრიალებს, დავუშვათ ის გახლავთ აი ეს ფუნქცია, მიუთითო timing-ში, რომ გააკეთოს repeat-ი მაგალითად until end of slide-ი, speed იქონდეს დავუშვათ 0.5, ანუ very fast იყოს და delay-ც დაყოვნება დავუშვათ თუ საჭიროა გქონდეს. მოდით ვნახოთ რა გამოვა from current slide-ი, ერთი ესე, მეორე შესრულდა, მერე ელოდება კლიკს
წავიდა მეორე ტექსტი, გადავიდა ის არის და ელოდება კლიკს და იტრიალებს end of slide, ხო? ანუ როგორც ხედავთ, ტრიალებს და დავაჭირე ახალ ფუნქციას გამოჩნდა იქ, რადგან end of slide-ია, მანამდე ეს გაუჩერებლივ იტრიალებს, გამოვიდა მეორე ტექსტი, ხოლო აი ეხლა ბოქსი და დათუკიშვილი ერთდროულად უნდა გამოვიდეს და აი როგორც ხედავთ, გამოვიდა კიდევაც. ვფიქრობ, ეს animation-ი გასაგები იყო, სიჩქარეს დავადგინეთ, როგორ ყენდება, მოდით ვნახოთ რა არის კიდევ animation-ში. Animation-ში არის ფუნქცია თვითონ slide-ზე როგორ გადავიდეს. ანუ მაგალითად ესე, თუ მივცემთ, მოვნიშნავთ ამას, დავაწვევით რომ გადავიდეს apply to all slide-ი, ყველა